მთავარი არხის ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნათია გოგსაძე ქართული ოცნების პოლიციამ დააჯარიმა. ნათია გოგსაძეს 2 თებერვალს გზის გადაკეტვას ედავებიან. ჟურნალისტის თქმით, ჯარიმის შესახებ მას ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აცნობა, თუმცა სატელეფონო საუბრისას საჯარიმო თანხის რაოდენობა არ დაუკონკრეტებია. მედიას ომი და კრიტიკულ მედიას ამ ხელისუფლებამ დიდი ხანია გამოუცხადა და რეპრესიების ქვეშ არიან ჟურნალისტები, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც არ უშინდებიან იმას, რომ ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, რომ ქვეყანა არ უნდა ჩაბარდეს რუსეთს, რუსიფიკაციის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ყოველთვის და ძალიან მეამაყება, რომ ქართულ ხალხთან ერთად გავართ უკვე 78 დღეა მედიის წარმომადგენლები. მე ჩემი ეთერით სამოქალაქო პოზიციას მუდმივად გამოვხატავ, ქუჩაშიც ხშირად ვდგავარ და რუსთაველის გამზირზე, მათ შორის ამჯერადაც ასე იყო, როდესაც მე დამირეკეს და მითხრეს, რომ 2 თებერვლის ეპიზოდზე მე დავებიან, ამჯერად რომ 2 თებერვალს გადავკეტე რუსთაველის გამზირი, დიახ, რუსთაველის გამზირზე ვიყავი და მე ამაყება, რომ ყოველთვის ვგავარ იქ, სადაც მნიშვნელოვანი მოვლენები წყდება ამ ქვეყნის და მეორეა ისიც, რომ მე იქ ვიდექი როგორც მოქალაქე და როგორც ჟურნალისტი და ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაერეკა ჩემს პროდიუსერს და მე ჩემი ჟურნალისტური მოვალეობა შემესრულებინა, ამიტომ ორმაგი დატვირთვა აქვს ახლა ამ გადაწყვეტილებას, რომ რეპრესიები მოხდეს მოქალაქეების წინააღმდეგ და რეპრესიები მოხდეს და დააშინოს ჟურნალისტები.